თანამშრომელს უთქვას, რომ არ მოხვიდეო. წლების მანძილზე ღებულობდი მე სადილს, უფასო სასადილოდან. მოხდა თელავში, როცა ივანიშვილის აქცია მიმდინარეობდა, ჩემი შვილიც იქ იყო, იქ მუშაობდა და წავედი იქ იმისანახავად, იმიტომ რომ ამ ავტობუსს გავყე იმის გამო, რომ არ მქონდა შესაძლებლობა ფულით წავსულიყავი. იქ რომ ჩავედი, ჩემი შვილიც იქ დამხვდა და მეტიც დავესწარი. იქიდან რომ ჩამოვედი, უკვე ეს დაფიქსირებული იყო და მე სასადილოში რომ მივედი, მითხრეს რომ შენ თელავში იყავიო, მაიკას გეცვაო, რატო წახვედიო და იმის შემდეგ მოხდა ეს ყველაფერი, რომ სასადილოში როცა მივედი, მე საკვები მომცეს იმ დღის, მაგრამ მე მითხრეს რომ აღარ მოხვიდეო. ვინმესთან თუ შებრძანდით მას შემდეგ? არავისთან მე არ დავიმცირე, ჯერ ისედაც მწვანოდა იქ რომ ვიდეო ახლა ვინმესთან მივიდოდი და ვეტყოდი, ვისთანაც გინდა მივსულიყავი რა აზრი იყო. ალბათ ზემოდან იყო ეგ ამბავი, თორე ახლა ის სასადილოსის ის ბრალი ხარ იქ. ზემოდან მაგალითად ვის გულისხმობთ? არ ვიცი, ვინ, რა ვიცი, ალბათ საკრებულო, მე რა ვიცი, ახლა ვის ეკონდიდარები ხარ. ჩემთვის როგორც ცნობილი გახდა, თქვენ მიაკითხეთ დღესაც, უკვე მეორე დღეა თქვენ რაც სადილს არღებულობთ და თქვენ ვიცი რომ შეხვდით ალიკა ხმალაძეს, რომელიც არის მზარეული. რა გიპასუხათ? რა ვიცი, მითხრა რომ ეგ ჩემზე არ არის დამოკიდებულიო. თქვენ მიაკითხეთო, რა ვიცი, ამ ბეგაშვილსო, ამ ხმალაძესო და ის როგორც სიტყვისო მე ისე მე განუცხადე უარი. არ წავედი რა ერთი სიტყვით. და მე ეს კი მითხრა ალიკამ რომ რაზე მოიკელით ორი ლუკმას იღებდი და რაზე მოიკელით თელავში რისთვის წახვედით აქციაზე, ეს კი მითხრა მეთქი. თქვენ სიაში კიდევ ხართ, მე როგორც ვიცი, იმიტომ რომ თვითონ ვნახე. თვითონვე მითხრა რომ ხართ, ეგ თვის ბოლომდე იქნება ესე. თვის ბოლომდე ვიქნები სიაში, საერთოდ არ ამომიღებენ. როგორ ფიქრობთ, მზარეულმა იცის თქვენ შესახებ ეს ფაქტი, რომ თქვენ გითხრეს რომ სადილს აღარ მოგცემდნენ? როგორ არა, თვითონ მზარეულმა მითხრა რომ მითხრესო რომ ეგ აქციაზე ეგ გაზეთებიც რომ დაარიგაო ოცნებისაო და რამეო აღარ მისცეთ სადილიო და არ მომცა. არ ვიცი, ალბათ ვერაფერს გეტყვით. გავსი რამე რო იყოს მეცოდე. ეს ადამიანი ხო წლების განმავლობაშია აქ სადილს და სარგებლობს. არის. თქვენ ახლა საერთოდ ინფორმირებული? მე მაგაზე ინფორმირებული არა ვარ, რომ არ წავუღებულში, ვიცი რომ წაიღო ეს იაგვავს. და არ მოვიდა. ჯერ არ მოსვა. ასე მითხრეს რომ აღარ მოხვიდეო. შეიძლება უთხრა ვიღაცამ, ჩვენ არ არის. პიროვნებაზე ამბობს, რომ ერთ-ერთიო სასადილოში მუშაობს ის პიროვნებაა. საერთოდ არ იცით არაფერი. საერთოდ ვიცი ის რომ გუშინ იყო და დღესაც შეიძლება მოვიდეს. ჩვენ 2 საათამდე მუშაობდა დიდი დრო არა, შეიძლება მოვიდეს და წაიღოს ჩვეულებრივ. დღეს რომ მოვიდეთ გაატანთ. თუმცა რა ვიცი, ჩვენ არაფერი ინფორმაცია არ აქვს რომ ეს ქალბატონი ამბობს რომ გუშინ ავიღეს სადილი და ერთ-ერთმა როგორ უნდა თქვა ისეთ ადამიანმა საკვებზე უარი, რომელსაც ნამდვილად ჭირდება. ვერაფერს ვეძებთ. გუშინ აქ ვისხედით და აქ იყო ეგაც სადაც არ ვიცი ვლაპარაკობდი.